კვირის იუბილარი. თემურ კულიანი წარმოადგინო დილამ შვიდობისა ბატონო თემურ. გამარჯობა დილამ შვიდობისა. გილოცავთ. გილოცავთ. მადლობ. წარმატებებს გისურვებთ, ბედნიერებას, ძალიან ბევრი ადამიანის სიყვარულს, ყველაფერს კარგს, მოკლედ რაც თქვენ გინდათ. კინოების გადაღებასაც გისურვებთ. მადლობ. როგორ ბრძანდებით? რა, კარგად. რა ვიცი, აი. ხომ ხედავთ აღარ გასვენებთ ჩვენი პირდაპირ ეთერი. ჩვენ და საერთოდ ესია ხოლმე. პიკისაც. ადრიან დგები ყოველთვის. აი მაგაზეც მინდა კითხოთ, ოღონდ ცოტა მოგვიანებით, იმიტომ რომ ამ თემაზე დღეს ეს თავარ ლეიტმოტივად გამოვიტანეთ დილა და დილის დაწყება ზოგადად, მაგრამ ჯერ კიდევ ერთხელ დაბადების დღეს მოგილოცავთ და ბოლოს რომ ბრძანდებოდით ეთერში თქვენს მეგობრებთან ერთად, აი ჯერ იქიდან მინდა დავიწყო საუბარი. გამოფენამ როგორ ჩაიარა, ხო დამთავრდა ეს გამოფენა ერთი დაიწყო. კარგად ჩაიარა. რა ვიცი ნახატები არ გაყიდულა. ეს როგორც წინასწარმეტყველეთ, ნამეტნავად ჯვირია და ალბათ არ გაიყიდებაო, ხო? ხო, მე ზუსტად არა სპეციალურად არც მინდა, ისინი თითქოს ჩემი შვილები არიან და ეხლა მიხარ ერთი სული მქონდა რომ წამომეღო სახში და დამეკიდა კედლებზე. ემან არ გაიყიდეს, მოკლედ ესე იგი მუხლები გიგანგალებდათ, ხო? სპეციალურად ადებთ ესეთ მაღალ ფასს მგონი. დამირეკეს მე ეხლა საბერძნეთიდან დაინტერესდნენ და ერთ კოლექციონერი რომელსაც უნდა იყიდოს ჩემი ნახატები. ასე რომ ნახოთ ჯერობით დაველოდოთ. ასე რომ ამ გამოფენამ თქვენი არ გაიყიდა თუ სხვებისაც არ გაიყიდა, მე უგულისხმობ ლევან ვარას და ლევანის ნახატები გაიყიდა. როგორც თბილისში ასევე ინგლისელებმა იყიდეს ინგლისში. მოკლედ სწორი მარკეტინგული გათვლა გააკეთა და თქვენზე უფრო კარგი ბიზნესმენი აღმოჩნდა მინდა გითხრათ. ლევანი იყო კიდევაც ამისთვის მომზადებული, უნდოდა ეს. აი თქვენ თავიდანვე იყავით. ხო, ნუ არ გინდოდა ბატონო თემურ და არც გაიყიდა ეხა ესე. ორჯერ ქონდა ჩვენ ეს მეორე გამოფენა ერთად და ყოველთვის ლევანის ნახატები იყიდებოდა. არა კარგია რომ გაიყიდეთ. რა თქმა უნდა. მოეწონა ხო ხალხს როგორი გამოხმაურება ქონდა? კი, ძალიან მოეწონა. ასე რომ მე იმედს ვიტოვებ რომ კიდევ ერთხელ მოხდება თქვენი სამეულის. არის რომ ყოველ წელს გვექნება ერთად გამოფენა. თუ ვიღაცა შემოგვიერთდა ამას რა ჯობია, მაგრამ ნუ ჩვენ სამი არა ეს პროექტი ცალკე დატოვეთ, მოდი თქვენ სამს რა შეგეხება და თუ იმე შემოგიერთებათ ის ცალკე პროექტის სახით გავუშვათ. ბატონო თემურ, ჩვენ გქონდა ასეთი თემა, ყავდნენ სტუმრები და ვსაუბრობდით თემაზე, როგორ თენდება დღეს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. ვისთვის როგორია? ამ შემთხვევაში თქვენგან ორ მაგაც აინტერესოა, იმიტომ რომ ჯერ ერთი მხატვარი ხართ, მეორე რომ ცხოვრობდით ოსლოში ძალიან ბევრი წლის განმავლობაში, ხო, როგორც ვიცი? კი, არა მარტო ოსლოში, არა მრავალ სხვა ქვეყანაში. დიახ, აი ერთგვარი პარალელები რომ გავავლოთ. მე მინდა კითხოთ, დილა როგორი თენდება? ეს ადამიანზე, აი თქვენი დილა იმაზეა დამოკიდებული, რომ თქვენ თემურ კულიანი ხართ თუ იმაზეა დამოკიდებული ოსლოში ხართ, ბერლინში თუ ბარსელონაში? სიტყვაზე. მე მგონია რომ მე თემური კულიანი ვარ. ალბათ უფრო ამაზე? არ არის დამოკიდებული სად ყოველთვის დილა ადრიან დგები, იწყება დილა იმით რომ ყავა და სიგარეტი. რა თქმა უნდა. მე არის იწყება იმის რომ ვიწყებ ხატვას. დილიდანვე იწყებ? ეს არა აქვს მნიშვნელობა ვარ მე ოსლოში მაგალითად ტოსკანაში ცხოვრობდი დიდხანს კიდე ლუკა ეს პატარა ქალაქია იქ თუ სხვაგან ასე რომ ყოველთვის ესე იწყება ეს დილა და ნუ გავდივარ ბალკონზე და იქიდან თან ყავას სვავ და თან სიგარეტს ეწევი და თან ხეთს გადახურებ ქალაქს იმ რა ვიცი იქ სადაც ვარ გადმოვყურებ ხოლმე ანუ რაღაცნაირად ღამის განწყობა დილით ხომ მოყვება ადამიანს შესაბამისად ეს აისახება შემდეგ იმაზე რის დახატვას წაპირდება. კილოზე აისახება შემდეგ. არ ვიცი ეს ღამის მაგდენი არ მიფიქრია მაგრამ იმას შეგხოლმე და დისციპლინირებული ვარ ხოლმე. უნდა ავდგე ძალიან დილა ადრიან. იმიტომ რომ მაშინ მე ვიწყებ მუშაობას, მე რაღაცები ნუ სხვადასხვა საქმეები ისინი და მოვაგვარო. ამიტომ დილით მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. პროგრამის ვაკეთებ ხოლმე დილით. საერთოდ ეს ხელოვნებასთან მიმართებაში უფრო რაღაცნაირად ცოტა ბოჰემური წესით ცხოვრება და რაღაცა ხელოვანებს თუ მიმართავთ, როგორც წესი უფრო პირიქით ხდება ხოლმე, ხო, რაოდენობრივად პროცენტულად. თუ არ არის ასე? ხო, ალბათ ესეა, მაგრამ მე ნუ რა ვიცი. თქვენ შემთხვევაში ასე გამოვიდა. ეს მე მიყვარს რომ იყოს რაღაც პატარა სტრუქტურა. თქვენ ხომ არ ბრუნდებით თუ საქართველოში იქნებით დიდი ხნის განმავლობაში როგორ გაქვთ გეგმაში? არ მე დავბრუნდით, ჩემ ცხოვრების ნახევარი გავატარე უცხოეთში.
ანუ ახლა უკვე გადაწყვეტილად საქართველოში ხართ დარჩით. ხო, აი სამუდამოდ გადმოვედი ახლა, აი გამოფენამდე. ავიღე მუდმივი ბინადრობის უფლება. ასე რომ დავბრუნდი სამუდამოდ საქართველოში. ამის კენ დიდი ხანია მივდიოდი, სულ ამას ფიქრობდი, რომ ერთ დღეს მე დავბრუნდები და აი ეს დღე დადგა კიდევაც. ძალიან კარგი. იცით რა მაინტერესებს? კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს. რამდენჯერმე ახსენეთ თქვენ სუბლიმაცია აქ ჩვენთან ეთერში საუბრისას და აი დღეს ოღონდ სიმართლე მითხარით, აი გნებავთ, აი თქვათ რამე მცდელობა თქვენგან იქნება იმისა, რომ თქვენ კინო გადაიღოთ თუ ამის მცირე საშუალება მაინც იქნა. მე არ გულისხმობ, რომ ახლა ვიღაცა მთლიანად მოგიწყოთ ყველანაირი მაქსიმალური კომფორტი იმისა, რომ ფილმი გადაიღოთ. თუ უკვე მიგავიწყდათ და აღარც გინდათ და მთლიანად ხატვას დაუთმეთ თავი. არა, რასაკვირველია ფიქრო, სულ ფიქრობ ამას. და მართლა გეუბნებით, რომ მინდა ფილმის გადახდა ზუსტად გუში კიდევ ერთ ჩემ მეგობარს ციკო დავით ამირაჯიბს შევხვდი და იქ ლაპარაკობდი რომ აი ვაპირებ რაღაცის გადადღეს არის შესაძლებლობები იმისა რომ მაგალითად დამოუკიდებენ აი მოგცენ რაღაც ფინანსირება შენ თვითონ გადაიღო ეს კინო ნუ არის საშუალებები ძალიან იაფია დღეს კამერების და ყველაფერი შეიძლება თვითონ კაცმა იყიდოს და გადაიღოს ფილმი რა საკურველია ამაზე ფიქრობ და მე მგონი რომ ამას გავაკეთებ და ბევრი ჩემი მეგობარი რომელიც დღეს აი კინოის რომელიც არაფერს არ იღებს ალბათ მელოდებოდნენ და ისინი ძალიან გახარებული იმიტომ რომ რაღაცა მოტორი ვარ მისთვის მათთვის და ჩემ ფიქრობთ ამაზე და ალბათ გავაკეთებ და ჩვენც ველოდებით ამ ყველაფერს ჩვენ ძალიან გაგვახარებს და ყოველთვის თუ ნებას მოგცემთ შეგაწუხებთ და გაკავშირდებით ხოლმე გამოფენა იქნება კინო იქნება ახალი იდეა იქნება და თქვენთან საუბარი ჩვენთვის ყოველთვის საინტერესო და სასიამოვნოა ძალიან დიდი მადლობა ჩართვისთვის დაგემშვიდობებით დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გილოცავთ დაბადების დღეს მადლობა დიდი მადლობა თქვენ და ბედნიერ დღეს გისურვებთ კარგად გრძანდებოდეთ თემურ კულიანი პირდაპირ ეთერში მხატვარი რეჟისორი კვირის იუბილარი